მე უნდა ბოდიში მევიხადო თუ მე უნდა მომიხადო. მე ვარ საური კვირაია, ბოჩიაზდენ, ქალაქი ოჩამჭირიდან. მე ვარ ონკოპაციენტი და მე მეუღლეც კიდო მასეთი მდგომარეობაშია. ფინალში დაკავშირებული საკითხი მე როგორც ნახე, მე როგორც ვეტერანი, დევნილი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მესამე ჯგუფის ინვალიდი, მე როგორც ომის დროს დედაჩემმა გარდაიცვალა, მაგის საბუთიც კიდო ყველაფერი იგი მივაწოდე იუსტიციას და რომ გამეგო რამდენი კოლამაკ მინიჭებული, დევინახე რომ საურ კვირაიას აქვს მინიჭებული 0 ქულა. ამდენი საბუთები ჩავაბარ, ახლა კიდე ონკოლოგიას იგის კიდე მიუტან. და 0 ქულა საიდან გამოჩნდა, როგორ გამოჩნდა, რამე თუ დავაშავე, მაინც წავალ და გივიგე. მაინც მაინტერესებს. ახლა ეგ ხალხს შენ ნაკირავია. მაგის საბუთები კიდო გვაქვს, რას ვიხდით, ყოველთვის ვიხდით შუდასლარს. და სინათლე და გაზი და წყალი, როგორც გვაჩვენებს შოჩიკი, ასე ვიხდით. და რაღაცა გამოდის ზამთარში 9 ლარამდე. და მე მეძლევა 600 ლარი. ეგი 600 ლარი როგორც თქვენ არ დაგინახიათ, ხო? ისეც მეც ვერ ვხედავ. აგი ბინაზე ვაძლევ. და მაგიც არ ყოფნის. უკვე 72 წლის ვარ და 5 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ერთი ყველაზე უფრო მძიმე იყო, 5 საათს მიკეთებდნენ. და მაშინ პირველად რო ვიყავი დაჭრილი, ცოლმა გადამარჩინა. სოხუმში ვიცექი, მაქანე განგრენა წევიდა, ხელის მოჭრა უნდა და მე წამლებით შეარჩინენ მაგ პროცესს და შეიძლება დედაჩემმა რომ გეიგო რომ დაჭრილი ვიყავი, იმოქმედა და ვერ გაძლო და გარდაიცვალა.